გამარჯობა მეგობრებო, გუშინ ჩიტი ნიუსზე დაიდო ესეთი ხუმრობა, რომელშიც წერია, რომ გიორგი ქართველიშვილი ამბობს, თქვენ ჩემზე უკეთ ვერ გეცოდინებათ ისტორია და შემდეგ ნიუსად აქვს სახუმარო ნიუსად, რომ გიორგი ქართველიშვილი ხოდავს პოდკასტს, რომელშიც ისტორიაზე და ქართულ ღირებულებებზე ილაპარაკებს და ეს ხუმრობა კი არის, მაგრამ ჩემი აზრით, აი ზუსტად ამ თემით უნდა შემოსულიყო გიორგი ქართველიშვილი საჯარო დისკუსიაში, რომელშიც შემოვიდა. ამ თემას უფრო განვავრცობ, მაგრამ ჯერ ზოგადად მინდა რომ აი ეს ბოლო რამდენიმე დღის სიტუაცია აღგიწეროთ. როგორც იცით, ამ ტიპმა დააანონსა ორგანიზაცია, რომელიც გვემუქრებოდა იმით, რომ ქართველობის და ქართული ღირებულებების დაცვის გამო ციხეშიც კი წავიდოდა და ამას შედეგად მოხდა ის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ დაიცინა. მათ შორის მეც ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც გააკეთა რამდენიმე იუმორისტული ვიდეო, ეს ვიდეოები დავდე TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე მაგალითად ძალიან ბევრი ნახვები აქვს, მაგრამ აქ რა მოხდა ის იყო, რომ მისი თანამოაზრეები შემოვიდნენ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მას პათოსში და იმ მესიჯში რომ არიქა ეხა თუ საჭირო იქნება ციხეშიც წავა, ესეთი იდეოლოგიის ხალხიც შემოვიდა იქ და ნუ იქ დაიწყეს ის, რომ ჩვენ ყველანი შევუერთდებით, მაგრამ მთავარი თემა რაც იყო ის, რომ მე მეუბნებოდნენ მაგალითად პირადად, რომ და არ გეგონოთ ეხა რომ მათი მუქარი შემეშინდა უბრალოდ რაღაცა მაგალითებად მინდა მოგიყვანოთ, რომ ისინი ამბობდნენ, რომ აი შენ როგორ ბედაო, რომ გიორგიზე ღადაობ, შენც გიპოვით და მოგთხოვთ პასუხს და დაგლეწავთ და გაგლახავთ და გცემთ და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრიდან ეს ჩამოყალიბდა, რომ ტიპი, რომელიც გუშინ წინის წინ არავინ არ იცოდა, გუშინ წინ შემოვიდა საჯარო დისკუსიაში, ყველას დაგვემუქრა თუ ქართულ სიწმინდეებს და ღირებულებებს შევეხებოდით და უცებ აღმოჩნდა გუშინ გაირკვა, რომ თურმე ეს ტიპი არის მთავარი ქართული სიწმინდე, რომელსაც არ უნდა შევეხოთ, თორემ მისი თანამოაზრეები დაგვერევიან. ეგეთი ამბავი გამო. მთავარი თემა არის ის, რომ მას გაუკვირდა, რატომ იყო ხალხის მხრიდან ესეთი რეაქცია. და ჩემი აზრით, სამართლიანი გაკვირვება იყო. იმიტომ რომ ამ ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური კავშირებიც ჰქონდა და თავისთავად გახდა ნაწილი აი ამ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც დაიწყო ჯერ ონისე ოქრიაშვილის პროპაგანდისტული მანქანებით, გაშავებით, პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები გამოეხმაურნენ ონისე ოქრიაშვილის თემას, ამის ნიადაგზე მას თავს დაესხნენ. მერე ეს თავდასხმელი გაათავისუფლეს ძალიან მარტივად, მაშინ როდეს ბევრად უფრო მსუბუქ დანაშაულზე ადამიანები ციხეში ჩატოვეს და მე ეს მოძალადე რომ გამოვიდა სასამართლოდან გიორგი ქართველიშვილი ხელგადახვეული დახვდა და იქ მიიყვანა ჯიპში ჩასვა და იქ ტაშით შეეგებნენ, მათ შორის იყო უცნობი და თავისთავად ამ ადამიანს შეექმნა ეს ილუზია, რომ მთელი აი ეს მანქანა, რომელიც მის უკან იყო, ასახავდა იმ განწყობას, რომელიც მთელერში იყო და თუ ორ მხარეთ დაიყოფოდა რა, ესე იგი ადამიანები, ისინი ვინც მას ტას დაუკრავდნენ ამ ინიციატივისთვის და ისინი ვისაც შეეშინდებოდა ამისი და საბოლოო ჯამში მიიღო ის ხალხი, რომელიც მას ტაშს არათუ უკრავენ, არამედ ამბობენ, რომ არიქა ეხლა სულ ყველას დავლეწავთ და დავაი დავერიოთ ამათ და არიან ადამიანები, რომლებიც აი ამ რაღაცა იდიოტურ პათოს დავცინით. აი ამ დაცინვას და ამ ირონიულ დამოკიდებულებას 24 საათიც ვერ გაუძლო ამ ადამიანს. და ჩემი აზრით და მე მგონი არ ვიქნები მარტო ამ აზრში, ეს რეაქცია, რომელიც მოყვა ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, და აი აქ არის ძალიან მთავარი თემა, რომ ეს ჩვენი მხარე და მისი მხარე რო არის, ეს ქვეყანა გაყოფილი აი ამ ხალხის ხელში ბოლო რამდენიმე წელიწადია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტრაგედია და ამაზე ზუსტადაც ბოლოში მინდა ვისაუბრო, როდესაც გიორგის პოდკასტერობაზე მინდა სხვათა შორის არაირონიულად რომ ვისაუბრო. ტიპი შემოვიდა საზოგადოებრივ დისკუსიაში მუქარით, გვეუბნება, რომ ციხეშიც კი წავა, თუ მისთვის მოსაწონი საქციელი არ იქნება, ან მისთვის მოსაწონი ხუმრობა არ იქნება, ან მისთვის მოსაწონი შეფასება არ იქნება რაღაცეებისა და კუნთებით შემოვიდა ამ თემაზე. კუნთებით და ამ კუნთების უკან კიდე მთელი სახელმწიფო სისტემა უდგას. ანუ აი ამ ძალით შემოვიდა საჯარო დისკუსიაში. ჩვენ კიდე უფლება არ გვაქვს, რომ აი ამ ძალას დავუპირისპირდეთ იმითი რა რესურსიც გვაქვს ჩვენ და ამ შემთხვევაში ჩვენი კუნთები, ჩემო გიორგი, არის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც იუმორზეა პასუხისმგებელი. და ჩვენ დაგიპირისპირდით არა ძალით, არა სისტემით და არა კორუმპირებული მართლმსაჯულებით და პროპაგანდის მანქანებით, არამედ ჩვენი რესურსებით, რომელიც არის რომ უბრალოდ გეხუმრებით. აი ამ ხუმრობაზეც კი უკვე წამოვიდა ნეგატიური და აგრესიული დამოკიდებულება, რომ როგორ უბედავთ, რომ ამ ბიჭს ვეხუმრებით. ხო და ეხლა როგორ უბედავთ კი არა, აი აქ არის მთავარი თემა. მე მგონია, რომ აი ეს ხუმრობა, რომელიც ჩიტ ნიუსზე დაიდო, არის კარგი იქნებოდა კარგი გამოსავალი
გიორგისთვის, მას რომ მართლა ადარდებდეს და მისი გრძნობები პატრიოტული რომ მართლაც გულწრფელი იყოს. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში, როდესაც პოლარიზებული არის საზოგადოება, როდესაც ჩვენი მხარე და იმათი მხარე და ესე არის დაყოფილი, მთელი ეს რიტორიკა და არათუ რიტორიკა, არამედ ზოგადად სიტუაცია. ამ დროს ზუსტადად საჭირო არის ის, რომ რაღაცა ტიპის ხიდები აშენდეს. და სხვათა შორის ცოტნე ივანიშვილი, როდესაც ლაპარაკობდა ამ რაღაცა დიალოგზე და თითქოს რაღაცა შემრიგებული ტექსტებით გამოდიოდა, მე წინა ვიდეოშიც აღვნიშნე ეს, რომ ცოტნე ივანიშვილმა მაშინ ახსენა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თავის გამოსვლაში, რომ ჩვენ დაველაპარაკებით ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოს რეალური სიყვარული აქვთ. ანუ ამ ადამიანების დიალოგიზე მზაობაც კი არ იყო რეალისტური და გულწრფელი, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ მოგიტრიალდება ეხლა ვიღაცა ცოტნე ივანიშვილი ან მისი მხარდამჭერები და მის ორბიტაზე მყოფი ადამიანები და გეტყვიან, რომ ჩვენ ძმა არ თვლით, რომ შენ სამშობლოს რეალური სიყვარული გაქვს და რატო უნდა გელაპარაკოთ. ანუ ამ თითქოს დეპოლარიზაციისა და ქვეყნის და ერის შერიგების პროცესშიც კი პირდაპირ ბზარი შემოიტანეს ამ ადამიანებმა. ამ მესიჯშივე. ხო და როდესაც ესეთი სიტუაცია არის ქვეყანაში და ხალხში და შეიძლება ქვეყნის გარეთაც, იმიტომ რომ მე ქვეყნის გარეთ ვიმყოფები, მაგრამ ზოგადად ქართველებს შორის და საქართველოს მოქალაქეებს შორის, როდესაც ესეთი ბზარი არსებობს, ამ სიტუაციაში პოდკასტი იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი. და რატომ იცი? მაგალითად გიორგი ქართველიშვილს ძალიან მარტივად შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ საგანმანათლებლო პროექტს. მე ვარ სპორტსმენი ადამიანი და მაგალითად მინდა რომ მივცე მაგალითი ჩემს კოლეგებს ან ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც თან სპორტსმენები არიან, ან შეიძლება სპორტით არიან გატაცებულები, ან რაღაცა ვერუდებენ გულს, რომ წიგნი წაიკითხონ, ან რაღაცა სხვა თემებში არიან ჩართულები, რომ მოდით ჩვენ წავიკითხოთ წიგნი, რაღაც წიგნის კლუბი დაეწყო მაგალითად და ეთქვა, რომ მაგალითისთვის მე გეტყვით პირდაპირ, რომ მე ვიდეოების სერიაც დავიწყე, ფილოსოფია არ მაქვს ბევრი რაღაცა კი არა და ძალიან ბევრი რაღაცა წაკითხული და ეხლა ვიწყებ ამის სწავლას, ბევრი კლასიკა მაქვს გამოტოვებული ცხოვრებაში და იმის კითხვასაც ეხლა ვიწყებ და არ მგონია რომ რაღაცა სწავლას რამე ასაკი აქვს ან რაღაცა ელიტური და სნობისტური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. და ამ ადამიანს ძალიან მარტივად შეიძლება ეთქვა, რომ იცი რა, მე მთელი ცხოვრება სპორტს მიუძდევდი და ეხლა გადავწყვიტე, რომ რაც გამოუტოვე ამ ვარჯიშისა და სპორტული ცხოვრების გამო, ეს ყველაფერი წავიკითხო და მოდი ერთად წავიკითხოთ თვეში ერთი წიგნი და ერთი მოთხრობა ავიღოთ და მოდი ერთად წავიკითხოთ ყველამ და მე ვიმსჯელოთ ამაზე და რა უნდა გაეკეთებინა, იცი ყველაზე მაგალი კიდე ონისევ ქრიაშვილი მიეწვია თავის პოდკასტში და მასთან ერთად ელაპარაკა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე და ეჩვენებინა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ისაუბრონ ქართველებმა ქართველებისთვის მნიშვნელოვან პერსონებზე და ქართველებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებზე, ლიტერატურაზე მათ შორის ან რაღაცა იმ თემებზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში არის და ამით დაენახებინა ჩვენთვის მაგალითი, თვითონ ყველაზე მაგარი ტიპი გაიჩნდებოდა ეგ რო გაეკეთებინა. საკუთარ თავს გადააბიჯებდა, ძალადობას გადააბიჯებდა, დაპირისპირებას გადააბიჯებდა და გვაჩვენებდა, რომ ჩვენ ხალხო არაფერი არ აქვს გასაყოფი, შეიძლება იმის ხუმრობა არ მოგწონს, შეიძლება რაღაცა ჩემმა მეგობარმა არასწორი საქციელი ჩაიდინა, რომ ქუჩაში დახვდა და თავს დაესხა ამ ადამიანს. ჩვენ რაღაცა საერთო ენის გამონახვას ვცდილობთ და თან ვცდილობთ, რომ რაღაცა სასარგებლო გავაკეთოთ, რაღაცა საგანმანათლებლო აქტივიზმი გავაკეთოთ ერთად. პოლიტიკური აქტივიზმი კი არა, საგანმანათლებლო აქტივიზმი გავაკეთოთ ერთად. რომ ხალხს კითხვა შევაყავაროთ, ქართული ნაწარმოებები, ლიტერატურა, პოეზია შევაყვაროთ, ისტორია შევაყვაროთ, ამ თემაზე ვილაპარაკოთ ერთად და პოლიტიკური ხაზი წავშალოთ ამ შემთხვევაში და ამ რაღაცა საერთო ღირებულებებზე ვილაპარაკოთ, ამ პოზიტივზე ვილაპარაკოთ. ეს შეეძლო მას გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ გააკეთა, იცით ეგ? იმიტომ რომ ეგ არ დაავალეს. იმიტომ რომ მისი ეს გრძნობები არ ყოფილა გულწრფელი. მას რაც დაავალეს, იმ მესიჯით და იმ ნარატივით შემოვიდა, იმ აგრესიით შემოვიდა და ვერ მიხვდა, რომ რასაც მას დაავალებენ და რასაც გაიმეორებს ამ დავალების შედეგად, ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ამას მიიღებს. ეს არის პრობლემა.